რაც მქონდა ყველაფერი განადგურებულია და ჩასაცმელი აღარაფერი აღარ მაქვს ფაქტიურად. ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ოჯახი სრულიად განადგურებული დარჩა. დაზიანებული ასევე დამწვარი ფართის პერიმეტრზე პირველ სართულზე მცხოვრები ოჯახიც. ჩემი შვილის ოთახებია, 3 ოთახი იყო, აი ეს ოთახი და ეს 2 ოთახი. 3 ოთახია ჩემი შვილის განადგურებული და ერთი ამ ქალბატონის დამწვარი. და დაბლა არის კიდე ერთი მოსახლე, იმასთან წყალია ჩასული, დამწვარი არ არის, მაგრამ წყალია ჩასული. და უფრო მეტად ჩვენი 3 ოთახია, 4 ოთახი დამწვარი. ამ ქალბატონისი და ჩემი. 4 წელია ჩვენ რაც ცხოვრობთ აქ. უჭირდა ბავშვს ქმარს არის გამოცილებული და 2 შვილთან ერთად ცხოვრობდა აქ. სხვაგან საცხოვრებელი ადგილი არ ქონდა. და ეხლა სულთლად ისე დარჩა ცის ქვეშ ბავშვებიანა. ითები ყველაფერი მქონდა, ქალბატონო ოჯახს რა სჭირდება, ყველაფერი იყო. ყველაფერი, აბსოლუტურად არც ჭურჭელი მაქვს, არც ჭიქა, არც ჩასაცმელი ვაფშე არაფერი არ მაქვს. ხანძარი ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში, სადაც რამდენიმე ოჯახი სხვადასხვა დროს თვითნებურად არის შესახლებული 15 მაისის საღამოს 6 საათის შემდეგ გაჩნდა. როგორც გვეუბნებიან, ადგილზე მალევე მივიდნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები, მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების წარმომადგენლები. ხანძრის კერის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში გახდა შესაძლებელი. ანა მარია ახრახაძე 15 მაისს კლინიკა ფერომედის სამშობიაროში დაიბადა. მისი ამ ქვეყნად მოვლინება განსაკუთრებული იმით გახლავთ, რომ ახალშობილი თავისი წონითა და ზომით ეგრეთ წოდებულ გიგანტებს მიეკუთვნება. ანა მარია 4 კილოგრამსა და 585 გრამს იწონის, ზომა კი 54 სანტიმეტრია. დედამის ფიზიოლოგიური მშობიარობით გააჩინა. მალვინა აბაშიძე ამბობს, რომ 2 ბიჭის შემდეგ გოგოს დაბადებით კიდევ ერთი ბედნიერება ეწვია. ახალშობილისა და დედაც თავს კარგად გრძნობენ. ძალიან გამიკვირდა, მე თვითონაც არ ველოდი ამ ხელა წონის ბავშვი თუ იქნებოდა ჩვენი პატარა გოგო. ვარ 2 ბიჭის დედა, მაგრამ ძალიან ბედნიერება პატარა გოგოს დაბადება ჩვენთვის. კიდევ ერთხელ რომ ეწვია დედობის განცდის ბედნიერება. ანა მარია დაიბადა 4 კილო და 585 გრამი, 54 სანტიმეტრი. საკმაოდ იშვიათია და კარგია რომ იშვიათია, იმიტომ რომ რაც შეიძლება ასე ვთქვათ 4 კილოგრამამდე ნაყოფი ითვლება ნორმალური წონად. 4 კილოგრამის ზემოთ უკვე ითვლება დიდ ნაყოფად, ხოლო 5 კილოგრამი 4 კილონახევარზე მეტი უკვე გიგანტ ნაყოფებად ითვლება 5 კილოგრამი და ამ შემდეგ. ეს ჩვენი პაციენტი 4 კილო და 600-ია. არის საკმაოდ მაღალი წონის, თუმცა ასეთი ნაყოფები იბადებიან ხოლმე საკეისტრო კვეთისით, ეს გოგონა გამოვიდა ფიზიოლოგიური მშობიარობის სრულიად. დედას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული პრობლემა წნევის მხრივ, მაღალი წნევა-არტერიული წნევით ხასიათდებოდა, მიდრეკილება შაქრიანი დიაბეტისაკენ, ამიტომ საერთოდ როცა არის ასეთი სიტუაცია, შაქრიანი დიაბეტისკენ მიდრეკილები ცოტა დიდი ნაყოფები იბადებიან. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან სერიოზული ყურადღება ჭირდება და აქედან გამომდინარე, მას ჰქონდა სერიოზული ყურადღება, მაგრამ დაგვიჭერა ძალიან კარგად და ჩვენ მივიღეთ ნაყოფი, რომელიც საერთოდ იბადებიან ხოლმე მესამე დონეზე, ქუთაისი, თბილისი და ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ესეთი შესანიშნავი გოგონა გაჩნდა ჩვენ სამშობიაროში. რამდენი ხნის მერე დაფიქსირდა გექნებათ ალბათ ეს სტატისტიკა დაახლოებით მაინც ეს წონა? დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე ეს ჩვენთან. ჩვენ გვყავდა 5 კილოიანი ნაყოფი, რა თქმა უნდა, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიხარია ეგ, იმიტომ რომ მისთვის, დედისთვის და თვითონ ახალშობილისთვისაც თლად კარგი არ არის. ეს აღარო დიდი რო არის და ამ შემდეგ ვიხარია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯობია 3 კილონახევარი 4 კილოგრამამდე ნაყოფი. 2 წელიწადში ერთხელ მაინც ჩდება ხოლმე. ჩვენ ახლა ძინა სამშობიაროში სადაც ვიყავით ხოლმე, იქ ქონდა რა თქმა უნდა შემთხვევები. მე ესედა სამშობიაროში კიდე ადრე უფრო ეს არის კვების რეჟიმზე ძალიან დამოკიდებული. საერთოდ ორსულის კვების რეჟიმი უნდა იყოს რაციონალური, ჯანსაღი კვებით. ზესტაფონელი ნუკი ხუსკივაძე 8 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონია ჭადრაკში. ბათუმში ჩატარებულ ჩემპიონატში მან ფენომენალური შედეგი დააფიქსირა. 9 ტურში 9 გამარჯვება მოიპოვა და თავის ასაკში პირველობა არავის დაუთმო.
მისი მწვრთნელი ზესტაფონის საჭადრაკო სკოლაში გიორგი ჭანტურიძეა. საქართველოს 34 ეროვნული ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდა. ტურნირი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებს მოიცავდა. მასში მონაწილეობა ქვეყნის ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა 300-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკემ მიიღო. ევროპის ჩემპიონატი ოქტომბერში მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატებს კი ალბანეთი და ყაზახეთი უმასპინძლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონებმა დამატებით მსოფლიო თასის საგზურები მოიპოვეს, რომლის ფინალური ეტაპი 22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით კვლავ ბათუმში ჩატარდება. მონაწილეთა შორის, რა თქმა უნდა, იქნება ნუკი ხუსკივაძეც. საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 5-დან 14 მაისის ჩათვლით ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 8-დან 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, სასტუმრო იბის სტაილს ბათუმი, სასტუმრო ჩაო და სასტუმრო კლასი. ეს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზური და ასევე 8 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში დამატებით მსოფლიო თასის საგზური, რომელიც გაიმართება ბათუმში 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით. ღონისძიებაში მონაწილეობდა 300-მდე სპორტსმენი საქართველოს ყველა კუთხიდან და მოხარული ვარ, რომ საკმაოდ კარგად შეფასდა, წარმატებით ჩაიარა ტურნირმა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კვლავ გვექნება შესაძლებლობა ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ბათუმში რომ გავმართოთ. საქართველოს ჩემპიონატი 8-დან 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის საქართველოს მასშტაბით არის ყველაზე პრესტიჟული მოზარდთა ღონისძიება. სწორედ ამ ღონისძიებიდან გადიან ჩვენი მოზარდები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებს, მათ შორის მსოფლიო თასზე, რომელიც ბათუმში გაიმართება. წლევანდელი წლის მსოფლიო ჩემპიონატები გაიმართება 12 წლამდე ყაზახეთში, 18 წლამდე ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატი მონტენეგროში და როგორც გითხარით 12 წლამდე მსოფლიო თასი კი ბათუმში. მინდა ჩვენს მოჭადრაკეებს წარმატება უსურვო, მინდა დიდი მადლობა მოუხადო აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიების მხარდაჭერისათვის და რა თქმა უნდა დიდი მადლობა აჭარის ჭადრაკის ფედერაციას ღონისძიების მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩატარებისათვის. აფხაზეთის თასზე მოასპარეზე ზესტაფონელმა მოფარიკავეებმა სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიებში 11 საპრიზო ადგილი მოიპოვეს. მათ შორის 3-მა პირველი, 4-მა კი მეორე პოზიცია დაიკავა. მესამე საპრიზო ადგილზე ასევე 4 მოფარიკავე გავიდა. ვიყავით თბილისში, რომელიც ჩატარდა აფხაზეთის თასი და ავიღე პირველი ადგილი. ჩემთვის ეს თulit არ იყო, იმიტომ რომ ვარ ბევრჯერ ნაყოფი, ვისაც სახაში ხვდი. ბევრი კარგი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ მე მაინც დავამარცხე და ავიღე პირველი ადგილი. დიდებში ავიღე მეორე ადგილი. ძლიერები იყო, მაგრამ მაინც მეორე მოვახერხე ამეო. ჩემ ასაკში ავიღე პირველი ადგილი, ხოლო ჩემზე დიდ უფროსებში ავიღე მესამე ადგილი. მე რა თქმა უნდა დიდებში შემეძლო უფრო კარგი შედეგი მიმიღო, მაგრამ რაღაც დაღლილი ვიყავი და ვერ მივაღწია ჩემ სასურველ შედეგებს. მადლობას ვუხდი ამიან მასწავლებელს, ფარიკავის ფედერაციას და ჩემ მშობლებს. ვიყავი ანტალიაში საერთაშორისო ტურნირზე და იქიდან მივიღე გამოცდილება და აქ შეჯიბრზე თბილისში ავიღე პირველი ადგილი. ძალიან გამიხარდა მე თვითონ, კიდევ უფრო კარგი შედეგებიც შემიძლია რომ მქონდეს ყოველთვის. ძალიან კარგად გამოვედი და ვიმსახურებდი ჩემაზრით ამ კარგ შედეგს. ასპარეზობის მთავარ პრიზამდე ძალიან ცოტა დააკლდათ ხმლით დაშნითა და რაპირით მოფარიკავეებს, რომლებმაც ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. გვეუბნებიან, რომ კიდევ უფრო მეტს ივარჯიშებენ და სასურველ მიზნებს მომავალ ტურნირებში მიაღწევენ. თბილისში ჩატარდა რაპირით ფარიკაობა. მე ავიღე მეორე ადგილი. დიდად არ ვარ კმაყოფილი და უფრო მეტს ვივარჯიშებ. ჩვენ ავიღეთ მეორე ადგილი და ძალიან ბევრი ვიშრომით ამისთვის. საკში ავიღე მეორე ადგილი, ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტი ჩამეძლო. ელენე ეჯიბაძე, ლიზი აბაშიძე, ილია ლოლაძე და თეიმურაზ კიკნაველიძე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ. სპექტრთან თქვეს, რომ მიიღეს დიდი გამოცდილება, რაც მათთვის მომავალში მეტი მოტივაციის საფუძველი იქნება. ვიყავით თბილისში შეჯიბრზე, ავიღე მესამე ადგილი. კმაყოფილი არ ვარ ჩემი შედეგებით, რადგან მინდოდა უფრო მეტი და უფრო კარგად მეფარიკავა, მაგრამ ეს არის რაც არის.
და შემდეგში ვეცდები რომ პირველი ადგილი ავიღო და გავიმარჯვო. მადლობა ჩემ წვრთნელებს, მსაჯებს, რომლებიც გვერდში მედგნენ და ყოველდღე ჩემ გვერდით იდგნენ. და მაძლევდნენ იმის სტიმულს, რომ კარგად მეფარიკავა. ჩვენ ვიყავით წასულები აფხაზეთის აზრზე თბილისში და ავიღე მესამე ადგილი. ჩემი შედეგით ყოფილი ვარ, მაგრამ შემეძლო მეტი. ამისთვის ახლა კიდევ მივდივარ შეჯიბრებაზე და უფრო მეტ ვივარჯიშებ და უფრო მეტ შედეგს ავიღებ. დავიღე მესამე ადგილი. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, მაგრამ შემეძლო უფრო მეტი მეფარიკავა და უფრო მეტი შემეძლო. ამიტომაც ახლა დღეს ამიტომ მოვედი რომ უფრო მეტი ვივარჯიშო და უფრო გავაუმჯობესო ჩემი შედეგი. მე ვარჯიში დავიწყე რადგან სურახაც 5 თვის წინ. პირველად გავედი შეჯიბრზე და ძალიან მომეწონა. ეხლა უფრო მეტს ვივარჯიშებ და ავიღებ მეც მედლებს და სერტიფიკატებსაც. ტურნირის ორგანიზატორები აფხაზეთისა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციები იყვნენ. მხარდამჭერი კი სპორტის სამინისტრო. ასპარეზობა ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.